წლის 14 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული პირველი განაცხადიდან ზუსტად ერთ კვირაში ბერას ამ კლიპით გაირკვა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ოლიგარქი უხელმძღვანელებდა, ქართულ ოცნებას დაარქმევდნენ. ხალხთან ერთად მოდის ჩვენსკენ. ნაციონალურმა მოტივებმა ხალხზე მილიარდერის სასარგებლოდ იმუშავა. ადამიანებმა, რომლებსაც მაშინ ახალი პოლიტიკური ძალის ქართულობაც სჯეროდათ და ოცნებების ახდენასაც ელოდნენ, მალევე აღმოაჩინეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოცნება სულაც არ ყოფილა ქართული. რუსეთის მონებო, გთხოვთ გაათავისუფლოთ საქართველო. გთხოვთ წესრიგის დამყარების ადგილზე არ დატოვოთ რუსული კანონის ნარჩენები. რუსული კანონის ორჯერ შემოდანით ოლიგარქის რუსული კავშირები საბოლოოდ გაცხადდა. კავშირი, რომელიც არც არასდროს გაუწყვეტია. ეს 1996 წლით დათარიღებული დოკუმენტია. ის აქამდე არავის გაუსაჯაროებია. ახლა კი გეტყვით, როგორ დაბრუნდა მოსკოვიდან 90-იანებში წასული ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულით და როგორ დააფუძნა ბანკი ქართულ. ქართულ, რომელიც თურმე პირველივე დღიდან რასისკი კრედიტი ქართულ სახელით შექმნილა. კომერციული ბანკის მართვაც ივანიშვილმა აქ საქართველოში მის რუს პარტნიორს ჩააბარა. მოსკოვში ფესტივალნაიას ქუჩაზე მცხოვრებ დიმიტრი ივანესძე ბუხაროვს. ბუხაროვი გამგეობის თავმჯდომარე იყო. ლუბინინი ეს ზაზა მაჭარაშვილია. ბიძინა ივანიშვილის უკვე ყოფილი თანამშრომელი. რატომ იყო ეს აუცილებელი? ან ქართულ რაღაცა დაარქვეს თუ რუსული ბანკი იყო? ანტონ მელნიკოვი, ალექსანდრე გლუხოვი, დიმიტრი ბუხაროვი, ლუბოვ მარკოვა და რუსეთის სხვა მოქალაქეები რუსულ-ქართული ბანკის მმართველ ორგანოში არიან წარმოდგენილი. საწესდებო კაპიტალის ძირითადი ნაწილიც რუსულია. $1,000,000-დან 750,000, ანუ 75% რუსული ბანკის რუსული ფულია. რატომ გახდა რასისკი კრედიტის მიერ დაფუძნება აუცილებელი? ქართულ საწყისებზე რატო არ შეიძლებოდა ეს ბანკი ყოფილიყო? ვერა ბარბაქაძე ახლაც ოლიგარქთან მუშაობს, ასოციაცია ატუში. ბანკი ქართულს რუსულ წარსულსა და აწმყოზე საუბარი არ სურს. რასისკი კრედიტის დარჩა რაიმე წილი ქართულში? მე რატომ მეკითხე? ხოვეთ და გითხარით ინტერვიუს მოგწევთ. ინტერვიუზე არ ვარ, ინფორმაციის გადასამოწმებლად მოვედი ბატონო მერე. რეესტრები არსებობს და 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა, რუსული კვალი საკუთარი წარსულიდან თითქოს სრულად წაშალა. როგორც გაიყიდება, ისე უნდა გავხდეთ. მეიძულებული. გითხრა, რომ იქ, სადაც მილიარდები იშოვა, გაყიდა დიდი ქონება და დათმო რუსეთის მოქალაქეობაც. რუსეთის მოქალაქეობა, როგორც იცით და როგორც მოგახსენებთ, უკვე ჩავაბარეთ, უარი თქვი. ჩვენ არ ვიცით, ივანიშვილმა რუსული პასპორტი ნამდვილად დათმო თუ ცნობა მოსკოვიდან მოქალაქეობის გაუქმების შესახებ 2012 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ფიქტიური დოკუმენტი იყო. რუსული კავშირების გასაქარწყლებლად ეს ივანიშვილს მაშინ ძალიან სჭირდებოდა. სამი პასპორტი რას ნიშნავს? რუსული იყო სამივე? სამი რუსული იყო, მის გვარზე გამოწერილი. და ანუ ეს დაფიქრებინებთ იმას, რომ შესაძლოა მას არ გაუწყვეტია კავშირი რუსეთთან ახლაც? არ გაუწყვეტია, ჭიპლარითაა მიგული, რაზე მელაპარაკებია. ელდარ გოგოლაძეს დაეჯერება. ის 30 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ჩნდება კითხვა, თუ ივანიშვილმა რუსეთთან კავშირი ნამდვილად გაწყვიტა, მაშინ რატომ ინარჩუნებს მისი ორი შვილი მტერი სახელმწიფოს მოქალაქეობას ამ დრომდე? საჯარო რეესტრის მონაცემებით ვერა ივანიშვილი ახლაც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. რუსული პასპორტი აქვს ივანიშვილის უფროს ვაჟს უტასაც. ის დაბადების დროს ჭიპლარს წვეტენ, მაგრამ მე სრულწლოვანებაში ეგ აღარ აწყდება. ხოლმე სიკვდილი წყვეს მაგ ურთიერთობას. ეს ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილის და ქართულ ბანკის ოფიციალური მფლობელის უტა ივანიშვილის რუსული პირადი საქმეა. ამ დოკუმენტის თანახმად ოლიგარქის ვაჟი დღემდე მტერი სახელმწიფოს მოქმედი შიდა პასპორტით სარგებლობს. ანუ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა გაინახა. უტა ივანიშვილი ვადაგასული პასპორტის გასაახლებლად მოსკოვში ოცნების გამარჯვებიდან მე-19 დღეს ჩადის. დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, წერია, რომ პასპორტი რუსეთის დედაქალაქშია გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ უტა რუსეთის ფედერალურ საემიგრაციო სამსახურში პირადად იყო მისული.
как я могу заменить его на новый паспорт у вас? Через наше консульство. Есть специальный сайт наш. Без полета в Москву я могу здесь заменить паспорт, да? Да, заграничный паспорт можете. თბილისში რუსეთის საკონსულო სამსახურშიც გვიდასტურებენ, რომ შიდა მოხმარების პასპორტის ასაღებად მოსკოვში ჩასვლა ასაჭირო. თუ რუსეთთან კავშირები გაწყვიტა, ქვეყნის არაფორმალური მმართველის ორი შვილი, ამ დრომდე მაინც რატომ ინარჩუნებენ მტერი სახელმწიფოს მოქალაქეობას. რასაც განვიცდი არის ეს აგრარული სექტორი, რომლის გასხვისებასაც ახლა ვაპირებთ, რომელიც დარჩა გასასხვისებელი. ყველაფერი არ გაუკეთია. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ 71 მილიონ რუბლად შეფასებული 4 სართულიანი სახლი მოსკოვში ამ დრომდე უტა ბიძინასძე ივანიშვილს ეკუთვნის. სახლის მფლობელმა ქონების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ერთიან რეესტრში ბოლოს 2015 წელს განაახლა. ანუ იმ დროს, როცა მილიარდერს წესით ოკუპანტ ქვეყანასთან ყველა კავშირი გაწყვეტილი უნდა ჰქონოდა. Бедина Иванишвили не грузин. Он агент Путина. А люди, которых берут в агенты российские спецслужбы, советские спецслужбы, они не имеют гражданства, они не могут быть патриотами. ეს არის 2024 წლის 18 აპრილის ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ფედერაციაში მინიმუმ ერთ კომპანიას ამ დრომდე ფლობს. მოსკოვი კრონჩცკის ბულვარი 7-ია. აქედან ოპერირებს კომპანია Aquaspace. მისი მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორში რეგისტრირებული Vanity Overseas Limited-ია. გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მონაცემებით Vanity Overseas Limited-ის უკან დადასტურებულად ბიძინა ივანიშვილი დგას. გამარჯობათ ბატონ კახა. რადგან ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებს მისი დისშვილი აკონტროლებს, ჩვენ კახა კობიაშვილთან მქონდა მცდელობა გაგვერკვია, რა საქმიანობს ივანიშვილის რუსული კომპანია. ასეც რას აკეთებდა ეს კომპანია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. ეს ფარული აუდიო ჩანაწერი 2008 წლის სექტემბრით თარიღდება. აგვისტოს ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ქართულ ბანკის მაშინდელი მაღალჩინოსანი და მისი ამ საუბრიდან ირკვევა, რომ რუს დიპლომატს ივანიშვილისთვის ბევრი ჰქონდა სათქმელი. თვის ბოლოს აღარ ვიქნებიო მე. ხო. და დიდი მადლობა მოგკითხები ახლა როგორც. სავეკვან შეხვედრა ხო შეგიძლია მაგასთან? თუ დავუშვათ სხვა. აიქნება თუ შეხვდები, პრინციპები აქვს, რომ არასაც სასთავაზოს. მაგრამ შეთანხმდა მეგობრობა ხო პროს. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის მაშინდელ ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს ქართუს დირექტორის გიორგი ჭრდილელის საშუალებით შეუთვალა, რომ როდესაც მოსკოვში დაბრუნდებოდა, მასთან კავშირზე იქ მყოფი ივანიშვილის დისშვილი გავიდოდა. სავარაუდოდ გულისხმობდა შვაგი გობახიძეს. ხარო მოსკოვში ჩახვალ ხო? დიახ. მაგის ტელეფონი მიეცი. დიახ. დაგირეკავს ხო უთხარ? დიახ. მე ვინც ხავს ხო თავისი დისშვილი ყველაზე ახლობელი ხო? უნდა რომ შეხვდე იმას ხო და უნდა რომ რაც შეუძლია თუ აგზნობინე რომ რაღაცით ის უნდა. გავიგე მე. უნდა რაღაცით რომ ორები შემსუბუქება უნდა თქო და ახლობობა უნდა თქო და რაღაც. ასაგები. მე მინდა შევთავაზო მოსკოვიდან თუ ხარ ესეთი რაღაც იქნება და ახლოს რო არ გაიგვიდეს. იმიტომ რომ დამოკიდებულება აღარ გვექნება, ეხლა არის ვიოლი თქო. მანამ იყავით თქო, სული იყო თქო ესა თქო და ამ სატელეფონო საუბრით გინდება, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის ერთგულების დასამტკიცებლად ელჩს, რომელიც საქართველოსთან ომის შემდეგ გააძევეს, ფინანსურად უზრუნველყოფა სპირდებოდა. ბიძინა ივანიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერის მთავარი ნაწილი ახლა იწყება. ოლიგარქი საკუთარი ბანკის ხელმძღვანელს თხოვს საქართველოში კრემლის დესპანს გადასცეს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადასასვლელად ემზადება. მოსკოვში თვითონაც ჩამოამაგით ხო? იკაპირებს გადმოსვლას ხო და დამოსვლას. სწორედ ამ საუბრის დროს თხოვს ივანიშვილი შუამავალს მოსკოვს გადასცეს, რომ მაშინდელ ხელისუფლებაზე დარტყმის მისატანად ემზადება. ეს 2008 წლის სექტემბერში, აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ ხდება. ჩვენ ძალიან ვაპირებთ ახლა დაგებას ვაპირებთ, თუ პირდაპირ შეგიძლია უთხრა. ასაგები. ჩვენ პრესაში გამოსვლას ვაპირებთ და რაღაცებს თქვენ გაიგებთ ალბათ, რომ აქ ჩვენ სკანდალისად ახლა ვაპირებთ უკვე მაგასთან. ასაგები. ეს აუდიო ჩანაწერი გვიჩენს განცდას, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ყოველთვის ყავს შუამავალი, რომლის საშუალებითაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტობს.
უჩა მამაცაშვილი არის ჩემი ბიძაშვილი არა დეიდაშვილი. და ჩემს ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს. უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. ისიც რუსეთის მოქალაქე. ჩვენ გაგვაჩნია დოკუმენტები, რომ მინიმუმ 2021 წლის ჩათვლით მამაცაშვილი რუსეთთან კავშირს ინარჩუნებდა. ეს მამაცაშვილის პირადი საქმეა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ მონაცემებით ვადგენთ, რომ ის რუსეთის არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო პასპორტსაც ფლობს. არის თუ არა უჩა მამაცაშვილიც ივანიშვილის შუამავალი რუსეთთან. ახლო ნათესავის საშუალებით იღებს თუ არა ის რუსულ დავალებებს. შაბათის ეთერის გუნდის ხელშია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ფრენების ამონაწერი, რომელიც 2019-21 წლებს ასახავს. ამ მონაცემების თანახმად მოსკოვში მამაცაშვილის ვიზიტები და საქართველოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვა დროში ერთმანეთს ემთხვევა. 20 ივნისის სისხლიანი ღამის წინ გავრილოვის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მოსკოვიდან თბილისში ჩამოდის. ის საქართველოს გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 4 დღეში ავიაკომპანია აირსენას რეისით ტოვებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა რუსი დეპუტატის პარლამენტის სავარძელში ჩასმის და მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის თვალების დათხრის გამო საპროტესტო აქციებშია გახვეული. რუსეთიდან 6 დღეში უკან საქართველოში 30 ივნის ბრუნდება. ეს უკვე ის დღეებია, როდესაც თბილისი ანტირუსული გამოსვლების ეპიცენტრად არის ქცეული. ეს ფრენები ჩვენ გვიჩენს ეჭვს, რომ მოსკოვიდან მამაცაშვილს ივანიშვილისთვის გზავნილები ჩამოჰქონდა და თბილისიდან უკან მიჰქონდა. Российская Федерация, безусловно, оказала влияние на грузинскую правящую партию, которая, мы понимаем, что она находится в зависимости, грузинская мечта, в общем. რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი, რომელიც ახლა უკვე პარიზში ცხოვრობს და პუტინის მოქმედებების ტაქტიკაზე ფრანგული სატელევიზიო არხების ხშირი სტუმარია, გვიყვება, რომ რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები პუტინის გარემოცვას ასე მარტივად ვერ ტოვებენ. სერგეი ჟირნოვი ვარაუდობს, რომ ივანიშვილიც ახლა პუტინის შიშით მოქმედებს. Иванишвили – это очень символическая личность. Да, и его Россия не отпустит ни при каких условиях. И это может идти вплоть до физической ликвидации, если вдруг он захочет стать каким-то самостоятельным человеком. Вот, и, в общем, у него в этом смысле очень мало возможностей отказаться реально от влияния. Вот. Но если Иванишвили просто сам один по себе вдруг скажет, что я хочу стать независимым человеком, у меня достаточно денег, и я могу позволить себе такую независимость, я так думаю, что российская сторона найдет много инструментов, как на него надавить. კაცი, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურებში წლები გაატარა, დარწმუნებულია, რომ ახლა საქართველო პუტინის აგენტურით არის სავსე. რუსული სპეცსამსახურების სქემა კი ასე მუშაობს. პირველ პირებს თანამშრომლობის შეთანხმებას ფურცელზე ხელს არავინ აწერინებს. რუსეთის სამსახურში ყოფნა მათ სხვადასხვა ფორმით უფასდებათ. დაბალი რანგის ჩინოვნიკებს კი, ვინც რუსეთს ყოველდღიურ ინფორმაციას აწუდის, штатიან шпионებად იყენებენ. На территории Грузии есть наверняка много агентуры. Это очень опасный момент. Грузины очень дорожат своей честью, и поэтому никто публично не скажет, что он работает на Российскую Федерацию, да, потому что иначе это будет обесчестивание внутри страны, внутри Грузии. Но де-факто они, конечно, работают на Россию, вот, и я так думаю, что как раз возможно, что, уважая такую гордость как бы грузинскую, им говорят, нет, вы не подчиняетесь нас, вы наши партнеры. რუსულ პრესაში შემონახული საარქივო მასალებით ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან ჯერ კიდევ 27 წლის ასაკში დაიწყო. Борис Иванишвили – секретное досье. მაშინ როცა ბიზნესმენის ძმა კრიმინალებმა გაიტაცეს. ივანიშვილმა გამოსასყიდი არ გადაიხადა. ძმის გათავისუფლებაში კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილო დაეხმარა. სანაცვლოდ 90-იანების საქმოსანმა სპეცსამსახურების ახალი დანაყოფის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო. 1993 წელს ვლადიმერ რუშაილოს დახმარება რომ არა ჩემს ძმას ვერ ვიპოვიდი. ჩემი ინიციატივით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის რეგიონალურ სამმართველოში შეიქმნა სტრუქტურა, რომელსაც ჩემი ბანკიდან ვაფინანსებდი. ამ უწყების თანამშრომლები ჩვენს ერთ ზარზე მოდიოდნენ და ეს უწყება დიდი ხნის განმავლობაში ეფექტურად მუშაობდა.
რუსული პრესის არქივებიდან ირკვევა ისიც, რომ FSB-მდე ბიძინა ივანიშვილმა კონტაქტის დამყარება იქაურ კრიმინალურ სამყაროსთანაც შეძლო. გამოცემა საბესედნიკი წერდა, რომ მილიარდების შოვნის გზაზე ივანიშვილი რუსულ ციხეშიც იჯდა. სტატიის მიხედვით ის ერთ-ერთი ბიზნეს გარიგების დროს დააპატიმრეს. გამოვიდა ახალი კონტაქტებით ქართველ ქურდებთან, რომლებიც ბიზნესის მფარველობას დაპირდნენ. ციხიდან გამოვიდა სურვილით, რომ ამ ფსკერზე აღარასდროს მოხვედრილიყო და ამას დღემდე ახერხებს. ვინ არის ახლა ბიძინა ივანიშვილის კურატორი მოსკოვში? შაბათის გუნდმა რადარის ჩანაწერებში ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვის კერძო თვითმფრინავის რამდენიმე საეჭვო ფრენაც დააფიქსირა. ისე შევიდოთ, მინდა ესე გავიდოდნენ, აი ხა ნახე როგორ ეს არის, მინიმუმ 2 გამოსასვლელი არსებობს, სადაც ჩვენ ხედავთ, კაციშვილი ვერ ნახავთ. Boeing 737 სერიული ნომრით P4 AFK კრემლის ფავორიტსა და უკრაინასთან ომის სპონსორს ეკუთვნის. ეს საჰაერო ხომალდი 2016-დან 19 წლამდე პერიოდში საქართველოში 7-ჯერ ჩამოფრინდა. სანქცირებული რუსი ოლიგარქის საფრენი აპარატი ყველა ჯერზე ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მაშინ კვეთდა, როდესაც კალენდარზე ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები ჩნდებოდა. Добрый день. Владимир Петрович, мы вас беспокоим по поводу вашего самолета P4 AFK Boeing 737. Нам интересно цели полета в Грузию. Мы обнаружили, что 7 раз ваш самолет летал в Грузию. Это ошибка. Какая ошибка? Это официальные данные радара. Всем... რადარის მონაცემების პოლიტიკურ პროცესებთან დადარება ცხადს, რომ უბრალოდ ამთხვევა არ არის, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე პუტინის გარემოცვის კუთვნილი კერძო თვითმფრინავი გასაიდუმლოებული მისიით ქვეყანაში შემოდის. იგივე მეორდება თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორისაც. ევტუშენკოვის ბოინგის გამოჩენას ემთხვევა ოლიგარქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებიც. რუსული სპეცსამსახურების ჩამოსვლა ამ თვითმფრინავით არ მომხდარა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მე რა ინფორმაცია მაქვს და მე რა შეხება მაქვს რუსული სპეცსამსახურებთან ჩვენ კავშირი არ აქვს საერთოდ. საერთოდ არ. თქვენ რა ინფორმაციაც გაქვთ? დიახ. მაგრამ არანაირად, არა ვფიქრობ რომ არ არის არანაირი კავშირი. არანაირი კავშირი არ არის. გამორიცხვა შეგიძლიათ? შეგიძლიათ შემოხედოთ. 2018 წლის 21 მარტს დილის 10 საათზე მოსკოვიდან თბილისში რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის კერძო თვითმფრინავი კიდევ ერთხელ ეშვება. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. პრემიერი კვირიკაშვილია. ახლა ამბობს, რომ არც კი იცის, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მოსკოვსა და თბილისს შორის ოლიგარქ ევტუშენკოვის თვითმფრინავი დაფრინავდა. რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩამოსული თქვენს გადადგომამდე ერთი თვით ადრე. იქნებ თქვენ არ იცით, ბატონ გიორგი? გამოურიცხავ, რომ ჩვენ საერთოდ ჩვენ მთავრობას ქონოდა რამე ესეთი კომუნიკაცია. ივანიშვილს? ეხლა მე თავს ვერ დავდებ ნამდვილად, მაგრამ კვირიკაშვილი ამ ინტერვიუში პრაქტიკულად უარყოფს, რომ ეს რაიმე სახის ბიზნეს ფრენა ყოფილიყო. რაც ადასტურებს ჩვენი ინფორმატორის ცნობას, რომ რუსი ოლიგარქის კერძო თვითმფრინავს საქართველოში ჩამოსასვლელად პუტინის სანდო, ხალხი და სპეცსამსახურები იყენებდნენ. ბიზნეს ჯეტით კი მათი საიდუმლო ვიზიტები ინიღბებოდა. პირდაპირ გაგებით რუსულ ინტერესებს ატარებენ ამ ქვეყანაში, როგორც ბიზნესმენი, როგორც მინიმუმ თუ არა პოლიტიკოსი პირდაპირ გაგებით ჩამოყალიბდა სწორედ აი ამ რაღაცა განგსტერული კაპიტალიზმის ეპოქაში 90-იანების რუსეთში. ის არის ამ ეპოქის პროდუქტი. შესაბამისად არაფერი უცნაური იმაში, რომ ეს ადამიანი ამ მეთოდებით ცდილობს ამ ქვეყნის მართვას და ამ საზოგადოების მოთვინიერებას. არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ამდენად მოწონს თქვა ასე წინსართი რუსი არ ვიცი, მაგრამ ეს არის ტიპური საბჭოთა ადამიანი და ოლიგარქი, მიუხედავად იმისა, რომ ისი პარტიის წევრები მოგვიწოდებენ, რომ არა რუს ოლიგარქად, არამედ ქართულ მეცენატად მოიხსენიოთ. ამ კიცებულებების ფონზე მთავარი კითხვა არის თუ არა რუსული კანონის მიღება ახლა რუსული დავალება. Бензина Иванишвили не скрывает своих, так сказать, симпатий к Российской Федерации. რუსული სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი სერგეი ჟირნოვი Telegram არხის გენერალ SOR-ის პარტნიორია. ამ Telegram არხზე კი რუსული კანონის განხილვის პარალელურად გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსული კანონის განხილვის დროს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს მოსკოვში ამ თემაზე საგანგებო ვიდეო კონფერენცია ჰქონდა, სადაც კრემლთან საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილა. რადგან ამ კანონს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ივანიშვილის გუნდი კრემლის მოთხოვნით იღებს.
Довольно иронична вся эта история с законом об иностранных агентах, потому что уж если они его примут, тогда сразу надо Бензину Иванишвили объявлять иностранным агентом. С Бензина Иванишвили нет формального договора у Путина подписанного. Просто это человек, который понимает, что он деньги свои делает с Российской Федерацией, и таким образом он от нее зависит. ამავე ტელეგრამ არხის თანახმად თბილისში რუსული FSB-ს ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც ადგილზე აკონტროლებდა ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს. არხი წერს, რომ ოფიციალური მოსკოვი მოითხოვს ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დაშლას. ეს ინფორმაცია გენერალ SOR-ის ტელეგრამ არხზე ორშაბათს გაჩნდა. 4 შაბათს კი აქციის მონაწილეები ნამდვილად დაარბიეს. Устанавливается взаимоотношения и сотрудничество Европы с Грузией, тем опаснее будет взаимодействие, прежде всего, российских спецслужб и шпионажа на территории Грузии. Я тут слегка улыбнулся, когда вы это сказали, что он находится в Грузии в безопасности. Никто не находится в безопасности даже в западных странах. Если там, его будут охранять уже там, вооруженные до зубов людей, то практически Иванишвили тогда окажется сам в золотой клетке, то есть он тогда потеряет свободу. ქართული ოცნების რუსული კავშირების შესახებ არსებობს არაერთი მტკიცებულება. რაც უფრო მეტი ამბავი ხდება საჯარო, მით უფრო ვწმუნდებით, რომ ივანიშვილის მთავრობა მითითებებს პირდაპირ კრემლიდან იღებს.